ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი ნარინჯისფერი კუ. გავაკეთებ ამ გაშლას, მდგომარეობის გაშლას. პირველი საკითხი არის რა ხდება გონებაში, პიროვნების აზრები, ფიქრები, მისწრაფებები და მიზნები. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, Tarot Listen, სადაც საკმაოდ კარგი და საინტერესო ინფორმაციები დაგხვდებათ თქვენთვის. მაშინ ასე დავიწყებ რა ხდება გონებაში, პიროვნების აზრები, ფიქრები, მისწრაფებები და მიზნები. აქ ხედავ, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ან ეს თქვენი თავია და თქვენი გონება არის და თქვენი აზრები, აბსოლუტური შინაგანი ბავშვი. მეორე ვარიანტი ხართ აბსოლუტური შინაგანი ბავშვები. იდეალიზმით შეპყრობილები და ძალიან გრძნობიარეები. სხვადასხვა ძალიან დიდი შინაგანი ხმა გაქვთ და შემოქმედებითი იდეები და ინტუიცია. ვერ ვიტყვი, რომ ეხლა მაინც და მაინც ჩემი კოლეგები მიყურებთ, თუმცა შესაძლებელია, რომ გქონდეთ მედიუმობის ნიჭი და სულებთან კონტაქტი. ხშირად მოდიოდნენ თქვენთან სიზმრების სახით. ძალიან ქალური ენერგიები მოდის, ზედმეტად ქალური, არისტოკრატული და საკმაოდ მოდის მიმდევრები ხართ ჩაცმით და სხვადასხვა აქსესუარებით. ეხლა უშუალოდ რა ხდება გონებაში, როგორ აღიქვამთ სამყაროს გარშემო, ან როგორ აღიქვამს გარშემო სამყაროს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, აქ მოდის აბსოლუტურად მებრძოლი სული, მებრძოლი გონება, გამჭრიახი გონება, რასაც როგორც იტყვიან, აქ არის ადამიანი, რომელიც არის ხმალამოღებული რაინდი, პატიოსანი გულახდილი, აი უძლიერესი პიროვნება, ცოტა ურჩი და მოუთმენელი, მაგრამ ძალიან გაბედული და ინტელექტუალური. მიზანდასახული და ფოკუსირებული არის აი ამ მიზნებზე. ძალიან კარგ გზასად გახართ. თუ აქამდე ესე არ იყავით, ძვირფასო მეორე ვარიანტო მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგ გზასად გახართ. არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ. აი, ჩემ თვალში ხართ ეხლა ჩემპიონები და გმირები, იმიტომ რომ ძალიან კარგი იდეები და ძალიან კარგი საღი-ჯანსაღი აზროვნება და გონება გაქვთ ამ წუთას. დინების საწინააღმდეგოდ გეყვართ სიარული, მაგრამ ესეც იცოდეთ ჩემგან, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან. ამიტომ წარმატებისკენ სწრაფვა გაქვთ, რაც კი რამე კონფლიქტი არსებობდა თქვენ ცხოვრებაში, აი ამ კონფლიქტის დასრულება არის და გამარჯვება გაქვთ ნებისმიერ ფასად, აბსოლუტურად, აი აბსოლუტური გამარჯვება გაქვთ. ის გადაღლა, ის მენტალური პრობლემები, რწმენის დაკარგვა, გამოფხიზლება იზოლაციიდან გამოსვლა, გამოჯამრთელება გაქვთ აბსოლუტურად. საკუთარ თავზე არ ზრუნავდით და ამიტომ იყავით მოუსვენრობაში. ესადა წარსული რამდენიმე კვირეების უკან მდგომარეობა არის, თუმცა იცოდეთ, რომ საკმაოდ სიღრმისეულ განჭვრეტას იწყებს თქვენი გონება და დრო არის, რომ მენტალურად გამოფხიზლდეთ და აღარ მისცეთ უფლება, რომ გადაიწვათ. არ ვიცი ვინმე თუ ფიქრობთ, არ ვიცი ვინმეს თუ გაქვთ ეს სიტუაცია, თუმცა ანდერძზე და აი ამ ეკონომიკაზე გექნებათ განხილვა უახლოეს მომავალში. ახლა სოციუმში რაც შეეხება, ძალიან ბედნიერი ოჯახის ენერგიით ამოდიხართ და თქვენს ირგვლივ ხალხი აღიქვამს, რომ ვაიმე ამას რო ოჯახი აქვს, ეს რო ბედნიერია, ამას რა უჭირს, სავსეა, მაგრამ რეალურად გულში ყოველთვის დარდობთ, რადგან თქვენი პარტნიორი, ან ის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ და მისი პარტნიორი არ არის სრულყოფილი, არის ბევრი, აი ხშირად გატყუებთ, ხშირად ღალატობთ, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური და სექსუალური ღალატი, ეს არის გონებით ღალატი, ხშირი დაბნეულობა და გაუცხოება გაქვთ ერთმანეთში წყვილს, მიუხედავად იმისა, რომ სოციუმი აღიქვამთ, რომ აუფ, ეს რა ოჯახია და ამათ რა უჭირს და თავზე გადასდით, მაგრამ რეალურად თქვენი ცუდი ჯანმრთელობა, თქვენი ცუდი ჯანმრთელობაში გულისხმება ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა აბსოლუტურად არის აი პირადი ქალსა და მამაკაც შორის გაუგებრობები. ძალიან ეგოისტი და ძალიან სულ ცრემლებში ყავხართ თქვენს
საყვარელ ბრწყალებში ვიტყვი ადამიანს. ახლა მოთხოვნილებები თქვენი რაც არის და რაც გაგაბედნიერებთ ძვირფასო მეუვარე ვარიანტო, ეს არის რომ აი ხშირად ფიქრობთ რომ ფორტუნა წყალობდეს, სამყარო წყალობდეს, მაგრამ ესე არ მუშაობს და ესე არ ხდება. მხოლოდ ფიქრებით და მხოლოდ ფანტაზიებით არ ხდება სამყაროს მუშაობა, თქვენც უნდა გადადგათ ნაბიჯები და სამყარო დაუყოვნებლივ ცეცხლოვანი ენერგიით გიპასუხებთ. ბევრი ჯილდო გაქვთ, ბევრი მიღწევები გაქვთ და მთავარი არის, რომ აი თქვენ რასაც ფიქრობთ და გულში რაც გიდევთ ახლა და თქვენი მოთხოვნილება რაც არის, რაც გაგაბედნიერებთ, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი თქვენი გაუთავებელი მოძრაობის შედეგად მიიღებთ ამ ყველაფერს. თქვენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაბედნიერდებით და იმ შემთხვევაში იქნებით კმაყოფილები, თუ იქნებით გაუთავებელ მოძრაობაში. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, არ ვიცი, არ ამოდის ეგ კარგი არკანები, არ მომწონს. პირად ცხოვრებაში საკმაოდ აი სულ გაუთავებელი სტრესი არის და ყველა არკანი რაღაცნაირად ამოვიდა, ამობრუნებული და განადგურებული. აი თითქოს ერთხელ სცადეთ ურთიერთობის დალაგება, ვისაც ოჯახი გაქვთ, თითქმის სულ აი პატიმრობაში ხართ, ესე ამომდის, ვისაც არ გყავთ კიდე ოჯახი, ბევრჯერ შეეცადეთ რომ პარტნიორული ურთიერთობა დაგელაგებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენ და სამწუხაროდ რაღაცნაირად ყოველთვის მიდიოდა დასასრულისკენ. ძალიან ბევრი ფინანსები გაგდით პარტნიორულ და პირად ურთიერთობაში. ეს თუ ოჯახიანი ქალბატონები მისმენთ და მამაკაცები მისმენთ, გეტყვით რომ თქვენგან ძალიან ბევრი ფინანსი გაედინება და საკუთარი პირადი სურვილების ასრულებისთვის დრო არ რჩება. დამანგრეველი ძალა არის ამ წუთას თქვენს პირად ცხოვრებაში. ესე იგი, ფინანს სამსახურს რაც შეეხება, სხვა რამეს გეგმავთ, სხვა რამეს ფიქრობთ, მაგრამ აქ ორ პერიოდში აუცილებლად შეიცვლება თქვენი გეგმები ცეცხლოვანი ენერგიით. უშუალოდ კონკრეტულად ფინანსებს რაც შეეხება, ამაზე არის სიბინძურე გაკეთებული და თქვენი ფინანსები სანამ ამ სიბინძურეს ლოცვით, კვეთებულის ლოცვით იქნება ეს თუ თქვენი ლოცვით შეგიძლიათ ვინც ემიგრაციაში მყოფებით ამოიწეროთ ფსალმუნები არსებობს ამ შავი ენერგიების მოხსნის ასე ვთქვათ ფინანსების მოხსნის და განკურნების ფინანსური ენერგიის ლოცვები შეგიძლიათ წაიკითხოთ ისეთი ძალიან რთული რაღაც არ გადევთ, რაც არის, თუმცა ფინანსური ბლოკი და ჩაკეტილობა ნამდვილად გადევთ. აქვე აღნიშნავ, რომ ვინც აკეთებდით საჯაროდ დადებულ რუნებს, რაღაც რიტუალებს, ეს ამის შედეგით შესაძლებელია იყოს. შეიძლება თქვენი იმ წუთას 100 და 200 ლარი მოგივიდათ, მაგრამ იცოდეთ, რომ 100 მაგი და 200 მაგი გაგივიდათ და თქვენი ფინანსური ენერგია არის დაზიანებული. ამიტომ საჯარო გაშლებზე, საჯარო დროს დადებულ რუნებს და რაღაც რიტუალებს ძალიან გთხოვთ დაანებოთ თავი, რომ რაც არ იცით ის არ გააკეთოთ, გაუთვითცნობიერებლად და სამყაროსთან არ დადოთ შეთანხმებები და რაღაც კონტრაქტები, რომელიც მერე თქვენს ფინანსურ ნგრევასთან ერთად თქვენი ცხოვრების და ენერგიის ნგრევასაც მოგიტანთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ეხლა ოჯახს რაც შეეხება, არ ვიცი, აქ საბოლოო ჯამში მე მაინც ვხედავ, რომ ეს ოჯახი არის დაშლილი და მე ახალი ურთიერთობის დაწყება ჩანს. დაშლილი ოჯახში არ იგულისხმება მაინც და მაინც რომ ქალი და კაცი ცალ-ცალკე გავიდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ესეთ პარტნიორთან, ვისთანაც ვთქვათ ახლა იმყოფებით, ნამდვილად ბედნიერი და ჰეპი ვაიბების ოჯახი არ გელით. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ წინ გასავლელი, ასე რომ ისწავლეთ ამ ურთიერთობიდან, მაქსიმალურად შეეცადეთ ამოიღოთ ინფორმაცია, ისწავლოთ და ყველა თქვენი ტკივილი აქციოთ თქვენ სიძლიერეთ. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო მეორე ვარიანტო.